ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება ლანა სიჭინავესთან და ქოჩაჭკადუოსთან ერთად. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაცნობიტი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან. სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება და დაცვის საკითხსაც. რადიკალურმა ოპოზიციამ მარტო დეკემბრის თვეში მინიმუმ 7 ჯერ უსინდისო და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამორჩეველი წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ოპოზიცია სხვა დაპირებებთან ერთად საკუთარ მხარდამჭერებს პირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად მხარდამჭერებიც არაფერ შეიმჩნევენ თუ ხოვენ მათ პასუხს. რადიკალურმა ოპოზიციამ მარტო დეკემბრის თვეში მინიმუმ 7 ჯერ უსინდისო და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამორჩეველი. კერძოდ მათ გასცეს დაპირება, რომ არ დაუშვებდნენ მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას, არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევას, არ დაუშვებდნენ მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციას. სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან, არ ცნობდა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას. როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვა, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყვილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ. ცხადია, ამდენი ტყვილის შედეგად ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერების არაფერ შეიმჩნევენ თუ მოსთხოვდნენ პასუხს. ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, წერს რატი იონათამიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა. ასევე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. 2006-2007 წლებში კი სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სალომე ზურაბიშვილს უნდა შეესრულებინა ლიდერის როლი, რომელსაც არ აქვს სისხლიანი ხელები, როგორც ეს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აქვს. ამ როლს ვერ ასრულებს იმ მოთხოვნის დონეზე, რომელიც მის მიმართ იყო, ის სათავეში უნდა ჩასდგომოდა გაბრაზებულ ხალხს, აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ბინძურ თამაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ის რომ ქართველებმა ერთმანეთი იხოცონ, როგორც ეს კიევში მოედანზე მოხდა, ეს სცენარი ვერ ხორციელდება. ამიტომ იყო გაღიზიანებული განცხადება გაკეთებული მაკეკეინის ინსტიტუტის მიერ, აღნიშნა ვოლსკიმ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამერიკის მიერ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. არასდროს საქართველოს არ უღალატია თავისი პირობებისთვის, არ უღალატია საგარეო კურსისთვის და ეს არის უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება, განაცხადა გიორგი ვოლსკი. კრედიტ სუისთან დაკავშირებული დავა, რომ პოლიტიკური იარაღია, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულმა სანქციებმა დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციების ფარგლებში ამერიკის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს კრედიტ სუისთან დავაში მოგებულ თანხას. რეგიონში საქართველოს გარშემო არსებული ცხელი წერტილის რაოდენობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სტაბილური და უსაფრთხო განვითარება, რომელიც საქართველოს გააჩნია. განუცხადა ჟურნალისტებს ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ კაიროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელობისათვის უცხოეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი საგარეო პოლიტიკის აღმასრულებელი სახელმწიფო შტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა. რეგიონში საქართველოს გარშემო არსებული ცხელი წერტილების რაოდენობის ფონზე
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სტაბილური და უსაფრთხო განვითარება, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელიც უზრუნველყოფს მის მნიშვნელობას, ზრდის მის ფასს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის როგორც საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელობისათვის უცხოეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკის, განმსაზღვრელი საგარეო პოლიტიკის აღმასრულებელი სახელმწიფო შტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, განაცხადა დავით ბაქრაძემ. თბილისში წინა საახალწლო ზეიმი გრძელდება. ორბელიანის მოედნის, დედაენის ბაღისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ყოველდღე 12-დან 10 საათამდე გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, საშობაო ბაზრობა, გამოფენა, გაყიდვები იმართება. ორბელიანის მოედანზე მოწყობილ სცენაზე გუშინ მსმენელის წინაშე ანსამბლი ფორტე წარსდგა. თბილისის მერიის ორგანიზებით გახსნილი საახალწლო სოფელი მნახველებს 21 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მასპინძლობს. საინფორმაციო გამოშვებას კი უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ. რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არშაკ კარაპეტიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად კარაპეტიანი ოფიციალური ერევნის თხოვნის საფუძველზე დააკავეს. სომხეთში მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან. უახლოეს მომავალში მისი სომხეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავენ. არშაკა კარაპეტიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. რამდენიმე თვიანი მინისტრობის შემდეგ კი მან თანამდებობა დატოვა. უკრაინული ანალიტიკური პორტალი ომის ინფოგრაფიკა წერს, რომ რუსეთის არმიამ 2024 წელს უკრაინის ტერიტორიის 2800 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია მოახდინა. ექსპერტები წერენ, რომ ოკუპანტის კონტროლს კიევზე სამჯერ დიდი ფართობის ტერიტორია დაექვემდებარება. მათი შეფასებით უკრაინის არმია მტერთან გასამკლავებლად ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკლებობას განიცდის. ამის გამო ბოლო ერთ კვირაში ოკუპანტმა დონეცკის ოლქში კვლავ წინ წაიწია. უკრაინის გენშტაბის ცნობით მძიმე ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით გრძელდება, მათ შორის ჩასოვ და დონეცკის სიახლოვეს. ასეთი გახდა 2024 წლის ბოლო საინფორმაციო გამოშვება, ჩვენ კი დროებით გემშვიდობებით. გილოცავთ ამდენ 2025 წელს ლანა და სრულიად საქართველოს მიულოცავ და ახალი წლის შემოგზავნებას 2025 წელს. სრულიად საქართველოს გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებას, რაც კი მიზნები გაქვს ცხოვრებაში, აქ ხდენოდეთ, ჩვენ კი მალე დაგიბრუნდებით. თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე და მადლობთ, რომ გვიყურებთ. გილოცავთ 2025 წელს, მეც მინდა ორიოდე სიტყვა დავამატო. პირველ რიგში მინდა რომ ყველაფერი ცუდი რაც იყო, წარსულში დარჩენილი იყოს და ყველაფერი კარგის მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი. მშვიდობას გისურვებთ სრულიად საქართველოს. გემშვიდობებით, დროებით.